ქალების ბრძოლა ციხეში და ციხის გარეთ. ქალთა საერთაშორისო დღეს უკანონო პატიმრობაში შეხვდნენ მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია, თამარ ლორთქიფანიძე, ნანა სანდერი და ანასტასია ზინოვკინა. რუსთავის ციხეში მყოფებს დღეს თანამოაზრეებმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ხელისუფლებას კი მოსთხოვეს დაასრულოს რეპრესიები და გაუღოს ციხის კარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს. თავისუფლება რეჟიმის წევრ! თავისუფლება! 8 მარტი ციხეში და ციხესთან. ასეთია იმ ქალების ბედი, ვინც ქართულ ოცნებას არ ეთანხმება და არ ემორჩილება. ელენე ხოშტარიამ, მზია ამაღლობელმა, თამარ ლორთქიფანიძემ, ნანა სანდერმა და ანასტასია ზინოვკინამ დღეს საპატიმროში თანამებრძოლების შეძახილები მოისმინეს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. სიტყვები, რომელიც ძალასა და აქტუალობას იქამდე არ კარგავს, სანამ ქვეყანას უკანონო პატიმრები ყავს. ძალიან დიდი მადლობა ჩემს ძალიან ახლობელ და მეგობარ ელენე ხოშტარიას. ძალიან დიდი მადლობა მზია ამაღლობელს და ყველა ქალს, რომელიც ახლა ჩვენს მაგივრად ზის აი ამ ციხეში. და ჩვენი უფლებებისთვის იბრძვის და ჩვენი ვალია ასევე ვიბრძოლოთ მათი თავისუფლებისთვის. მადლობა ქალებო და ძალიან მიყვარხარ. მე როგორც მებრძოლი ერთ-ერთი ეროვნული მოძრაობიდან ქალი რომელიც არ არის დედა, აი ამ ქალბატონებს დღევანდელ დღეს მიულოცა ვუსურვებ გამძლეობას და მალე თავისუფლებას. ქალი ყოველთვის არის დაუმარცხებელი. ქალს ყოველთვის სამართალი აქვს და ყველა დროში ქალი იმარჯვებდა ბრძოლაში. ეს უნდა გაიაზროს ოცნების ქალბატონებმა პარლამენტში რუსხიდან. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, აქტივისტები, ქალები სხვადასხვა სფეროდან 8 მარტს ციხეში მხოლოდ იმიტომ ხვდებიან, რომ მათი პროტესტი ივანიშვილის გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა ბრძოლა ციხეშიც და მის მიღმაც გრძელდება. მას მერე რასაც ეს ადამიანები უკანონოდ გამოკეტეს ციხეში, ჩემთვის ყოველი დღე მათია და მე ვთვლი რომ ისინი ნამდვილად არიან გმირები, გაუტეხელი ქალები. ქალი ზოგადად საქართველოში ქალების ბრძოლა ეს არის რაღაც განსაკუთრებული, იყო ასე და ასე იქნება და ეს ბრძოლა ამაოდ არ ჩაივლის. მე მინდა რომ აქედან მათ უთხრა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ აუცილებლად შევიყვანთ ამ ქვეყანას ევროკავშირში. საკვართ იმიტომ სწორედ რომ უთხრათ ჩვენს ქალ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ისინი არ არიან მარტო, ჩვენი ბრძოლა გრძელდება, მათი ბრძოლა შიგნიდან, ჩვენი აქედან და ეს ბრძოლა აუცილებლად მივა გამარჯვებამდე. ვიცი რომ აუცილებლად უსამართლობა დამარცხდება ამ ქვეყანაში, ვიცი რომ ელენეც, თამუნაც, ყველა პოლიტიკურ პატიმარი იქნება თავისუფალი და უბრალოდ მინდა ჩემი სიყვარული გაუგზავნო მათ და მოვიკითხო და უთხრათ რომ აქ ვართ და გვახსოვხართ. ყვავილებითა და ბანერებით საპროტესტო საზოგადოებამ სოლიდარობა იმ ქალებსაც გამოუცხადა, რომლებმაც პროტესტის გამო უკანონო პატიმრობაში თუნდაც რამდენიმე დღე გაატარეს. ქალებმა გააპროტესტეს ციხის მძიმე პირობები და გაიხსენეს ისინიც, ვინც პატიმრობისას გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მინდა აღვნიშნო, რომ ქალთა ციხეში რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა 70 წლის ქალი პატიმარი ნუნუ ბრეგვაძე და მისი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. საქმე აღძრული აქვს პროკურატურას სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით და ვიმედოვნებთ, რომ არ მიფუჩეჩდება და არ ჩაიფარცხება ამ ქალის საქმეც. შესაბამისად ჩვენ დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ დემონსტრირება მოვახდინოთ იმის, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას. ვერ წარმოვიდგენთ დღეს 8 მარტს აქ მომიწევდა მოსვლა, მაგრამ ჩემთვის იმდენად ძვირფასი და საყვარელი ქალბატონები არიან არაფრისთვის, უმიზეზოდ, უდანაშაულოდ დაპატიმრებულები, რომ არ შემეძლო აქ არა მოსულიყავით დღეს. ეს იყოს ბოლო წელი, ბოლო თვეებიც. ჩვენი ბრძოლა დამთავრებული იყოს, ჩვენი გამარჯვება. ქართული ოცნების ტყვეობაში მყოფ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადეს სინდისის პატიმრების მშობლებმაც. დედები, რომლებიც უკვე მეორე წელია ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულს ციხესთან ხვდებიან, ამ მძიმე რეალობის დროულად დასრულების იმედს არ კარგავენ. სინდისის პატიმარ ქალებს მიულოცავ დღევანდელ 8 მარტს, უსურვებ გამძლეობას, მხნეობას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის და ჩვენი სინდისის პატიმრების დასახსნელად ჩვენ არ გავჩერდებით. მანამ შეგვეძლება. ვეცდებით, რომ რამენაირად ეს რეჟიმი ჩამოვშალოთ, რომ ჩვენი ყველა პატიმრებიც განთავისუფლდეს. ციხის კედლები თავისუფლებას ვერ წაართმევს, ვერც გოგოებს და ვერც ბიჭებს, იმიტომ რომ ისინი არიან თავისუფლები და გარეთ მყოფი ქოცები სულ ყველა არიან
პატიმრები თავიანთი ბინძური საქმეების თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება ყველა სრულიად საქართველოს. ბრძოლა, რომელსაც ქალის ხმა და ცეცხლის ფასი აქვს. 8 მარტი პატიმარი ქალებისა და მათი თანამებრძოლებისთვის იმის შეხსენებაა, რომ სოლიდარობა ყველა ბარიერს გადალახავს.